მიღწეული შედეგები და გამოწვევები საპენსიო სააგენტომ 2024 წლის საინვესტიციო ანგარიში წარადგინა. მონაცემების მიხედვით 2024 წლის ბოლოს საპენსიო საინვესტიციო მოგებამ 1,4 მილიარდი ლარი შეადგინა. საპენსიო სააგენტომ ამ დრომდე ჯამში 70 მილიონ ლარზე მეტი გასცა, რითაც 17,000 ადამიანმა ისარგებლა. ციფრებში ასახული შედეგები იმის მანიშნებელია, რომ სააგენტო ეფექტურად ფუნქციონირებს. ღონისძიებაზე ფართო საზოგადოების წინაშე პირველად წარდგნენ საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს ახლად დანიშნული წევრებიც, რომლებიც მუშაობას ოფიციალურად მაისის პირველი რიცხვიდან შეუდგებიან. მაისის თვიდანვე შეიცვლება საპენსიო სააგენტოს სახელი და ორგანიზაცია. საქართველოს საპენსიო ფონდის სახელწოდებით გააგრძელებს საქმიანობას. ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმაც მიმართეს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქმიანობაში და მთავარ ამოცანას წარმოადგენს ფონდის წარმატებული ფუნქციონირება და ის, რომ ფონდის მონაწილეთა მაქსიმალურად საუკეთესო ინტერესები იქნას გათვალისწინებული მის მუშაობაში. სწორად და კარგად სტრუქტურირებული პროექტი, დივერსიფიცირებული პორტფელი, დაცვა მოქმედი კანონმდებლობისა და სების რეგულაციებისა წარმოადგენს საპენსიო ფონდისთვის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების წინაპირობას. საპენსიო რეფორმა წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და ასევე ქართველი ხალხისთვის. ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო, რათა საპენსიო სისტემა მეტად განმოვითაროთ და ფონდის საინვესტიციო შესაძლებლობები გავზარდოთ. შედეგებისა და მიღწევების შეჯამების შემდეგ დაიწყო პანელური დისკუსია. განხილვის მთავარი თემა კი საპენსიო სააგენტოს მომავალი მუშაობის გეგმა და სტრატეგია იყო. მოგიხსენებათ, რომ კანონში განხორციელებული ცვლილებით 2024 წლის 1 ივნისიდან საპენსიო სააგენტო გახდა მაკონტროლებელი, ერთ-ერთი მაკონტროლებელი ორგანო და ჩვენ დეპარტამენტის შექმნით მონიტორინგის 2025 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე ხელფასის გაცემის დროს საპენსიო декларация წამოვა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო декларაციიდან. შესაბამისად, აქ დამსაქმებას მხოლოდ ვალდებული იქნება, რომ საპენსიო სააგენტოს თავის კუთვნილ პირად ანგარიშზე კონდეს ბალანსის სახით, რომ ეს декларация დაიხუროს. პრეზენტაციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს საინვესტიციო პორტფელებს შორის განსხვავებას. საპენსიო სააგენტო 3 საინვესტიციო პორტფელს მართავს, რომლებშიც 1,400,000 მოქალაქის დანაზოგია ინვესტირებული. ყველაზე დიდი კონსერვატიული, ანუ ნაკლებ რისკიანი საინვესტიციო პორტფელია. მომგებიანობის თვალსაზრისით დინამიკური საინვესტიციო პორტფელი ლიდერობს და 2024 წელს მისმა მოგებამ 13,6% შეადგინა. საპენსიო სააგენტოს აქციების პორტფელი 9,000-ზე მეტ კომპანიას მოიცავს მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყნიდან, მათ შორის ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა Apple, Amazon, Google, Tesla, Meta, Samsung და სხვა. ჩვენ 3 განსხვავებულ პორტფელს მართავთ. ეს არის კონსერვატიული პორტფელი, დინამიკური პორტფელი და დაბალანსებული პორტფელი და 2024 წლის მონაცემებით დინამიკური პორტფელი ლიდერობს, ამონაგებმა 13,6% შეადგინა. როდესაც მაღალ რისკიან პორტფელში შეძლებს, რომ საპენსიო ფონდი თანხები დააბანდოს, ეს გულისხმობს, რომ როგორც საკრედიტო რეიტინგის ნაწილში, ასევე ვადიანობის დაგრძელების ნაწილში უკვე შეძლებენ, რომ ამ რისკის აღებაც მოახერხონ თავიანთი მანდატის შესაბამისად და ეს ცალსახად იქნება კიდე ერთი სტიმული ბაზრისთვის, როგორც ემიტენტებისთვის, ასევე სხვა ინვესტორებისთვის. არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საპენსიო ფონდის ახალი ხელმძღვანელობა, მმართველობითი საბჭო, რომელიც დღეს ჩამოყალიბდა და არის შექმნილი როგორც უცხოელი კოლეგებისგან, ასევე ქართველი კოლეგებისგან, მუშაობდეს იმ პრინციპით, რომ მათი მთავარი მოქმედების არეალი და მუშაობის პრინციპი იყოს ისინი მოქმედებდნენ, მათი აქტიურობა იყოს იმ მიმართულებით, რომ ისინი ხელმძღვანელობდნენ საპენსიო ფონდის თითოეული წევრის ინტერესების გათვალისწინებით. პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელმაც საპენსიო სააგენტოს ინვესტიციების განხორციელებაში უფრო მეტი თავისუფლება მისცა. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ცვლილებებმა მეტად გაზარდა საპენსიო ფონდის როლი ადგილობრივ ფინანსურ ბაზრებზე, რაც ხელს უწყობს ბაზრის განვითარებას. ამასთან ცვლილებებმა საპენსიო სააგენტოს უფრო მოქნილი და მრავალფეროვანი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობა მისცა.